მეოთხე ბრალდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოცედავება. უწყებაში ყოფილი ჩინოვნიკების მიერ ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის დეტალებიც გაესაჯაროვეს. სისტემურ დანაშაულში სააკაშვილის გარდა ვანო მერაბიშვილი და ძმები ახალაიებიც იყვნენ ჩართული. საქართველოს ექს-პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას, გამოძიების გაყალბებას, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარებას და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ედავება. დავით ახალაიას მიხეილ სააკაშვილის შეპირდა, რომ პასუხისმგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდგომ. გამოძიების მასალების მიხედვით 2006 წლის 27 იანვარს შარდენბარში სანდრო გირგვლიანს შელაპარაკება კუდის თანამშრომლებთან მოუხდა. მათთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლიც. კუდის თანამშრომლებმა გირგვლიანი გაიტაცეს და ოქროყანის სასაფლაოზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეორე დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ 4 პირი დააკავა, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 წლის შემდეგ შეიწყალა. 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად შეწყალების კომისიის გვერდისავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს მისი ადვოკატი. არც ერთი მოწმე არ მიუთითებს პრეზიდენტ სააკაშვილის რაიმე კავშირს დანაშაულთან, რაიმე ტიპის დანაშაულებრივი დაპირებაზე. ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი სარგებლობდა კონსტიტუციური უფლებამოსილებით. სანდრო გირგვლიანის ოჯახი სააკაშვილის შემდეგ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სხვა პირთა მიმართაც ელოდება. მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გიორგი ენუქიძის თქმით ადეკვატურია. ესეთი სასჯელი ეს იურიდიულად ეს უნდა იყოს, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტიც ეკუთვნის, მაგრამ მას იმდენი დანაშაული აქვს ალბათ ჩადენილი, რომ დაემატება კიდევ სხვა დანაშაულებზეც. პროცედურულად ბრალი მიხეილ სააკაშვილს 24 საათში უნდა წარედგინოს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.